მოგესალმებისა იმერვიზიის ეთერშია ინფორმატორი დღეს პარასკევია და ინფორმატორის გუნდთან ერთად სტუდიაში ინგა ჯაჯანიძე მუშაობს. გარევაჭრობა ჭიათურაში ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ 2014 წლის 29 დეკემბერს მიღებული 49 დადგენილებით რეგულირდება, სადაც დეტალურადაა გაწერილი სად და რა პირობებში უნდა ხდებოდეს გარევაჭრობა. თემით ნათია ხურცილავა და გიორგი ჯავახიშვილი დაინტერესდნენ. საკვები პროდუქტი რომ ასეთ პირობებში არ უნდა იყიდებოდეს გარემოვაჭრეებმა თვითონაც იციან, თუმცა როგორც ჩვენთან ამბობენ, მძიმე სოციალური მდგომარეობა მათ სხვა გამოსავალს არ უტოვებს, მათ არც ხვის ჯანმრთელობაზე ფიქრისთვის რჩებათ დრო. სულაც არ მაინტერესებს საქანადგომა მირჩევნია შიგნი ვიყოთ, მაგრამ ელემენტარული რაღაც არ არსებობს, რომ იქ დავდგეთ. პირობები არ არის, სისუფთავი არ არის. აქ არის სისუფთავე? არც აქ არის სისუფთავე, მაგრამ რა ვქნათ ამ გაჭირებულმა ხალხმა. დავა არ გვიშლია. მაგრამ შიგნი ვერ ვდგებით ბაზარში. აღარ გვაქვს იმდენი ფული გზაში და ყველგან გადავიხადოთ, არ გვაქვს იმდენი ფული, 4-5 ლარი მჭირდება და 5 ლარი სულ ვერ იღებთ მწვანეში. შიგნი ადგილი არ არის, აბა იქაც ყორეზე ვდგევართ. ადგილი არის შიგნი ბაზარია? იმას ბაზარი ქვია. ეს არის ისა, საქათმე და საღორე. ჩამოდის ზესტაფონში რა ვარი ბაზარი მე. მაშინ როცა ღია ცის ქვეშ ტროტუარზე ასეთი ვითარებაა, აგრარულ ბაზარში დახლებით სარიელია. აქ მოვაჭრეები მყიდველთან ნაკლებობას უჩივიან. მისაცად გარემოვაჭრეებს ასახელებენ, რომლებიც მათი თქმით მოსახლეობისთვის შედარებით უფრო ხელმისაწვდომ ადგილზე ვაჭრობენ. გარემოვაჭრეები ბაზარში არსებულ გადასახადზე მიუთითებენ. მყიდველი კი, რომელიც პროდუქტს თუნდაც ოდნავ იაფად შეიძენს, პირობებს ყურადღებას არ აქცევს. თუკი ჩვენ ვდგავართ ბაზარში შიგნით, დახლთან და ვიხდით ფულს, რატომ სხვაც არ უნდა შემოვიდეს? ამასთან დაკავშირებით ყველა ხდება იძულებული გავიდეს ქუჩაში დადგეს, ყიდიან ისეთ პროდუქტებს, რომელიც არ არის მიღებული. როგორ შეიძლება ქუჩაში მიწაზე დალაგებული ყველი, ნადუღი, ან თუნდაც ისეთი რა ბევრი ისეთი პროდუქტი, რომელიც არ შეიძლება რომ იყიდებოდეს ქუჩაში. იმაში რომ გარევაჭრობა საერთოდ არ უნდა არსებობდეს. მე იმ ეპოქაში დავიბადე, როდესაც გარევაჭრობა არ არსებობდა. Დაარსებია პროდუქტს რა უნდა იატაკზე და ასფალტზე დაყრეს. პროდუქტი იყო თავისუფლად სუფთა ადგილზე. ასეთ პირობებში შედენილი პროდუქტის ვარგისიანობაზე მყიდველთა ნაწილი მართალია ყურადღებას ამახვილებს, თუმცა იქვე სოლიდარობას უცხადებს გარემოვაჭრეს. შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნას კი ადგილობრივი ხელისუფლების პრეროგატივად თვლის. რაკნას ხალხი ისეთ პირობებში ცხოვრობს, იძულებული არიან რომ გამოვიდეს ქუჩაში და არ არის დასაქმებული ადამიანი და უჭირს და მეთოდ გია ქუჩაში თუ არა არ არის მიღებული. გადაადგილების დროს რა თქმა უნდა პრობლემა იქნება ჩვეულებრივი მოძრავი ადამიანების, მაგრამ ანამათ ფარაკნან ესენი ცოდვები არიან, ადგილს ვერ საბოულობენ, საწავედო. ყველას უქმნის პრობლემას ეს ტრანსპორტსაც, ადამიანებსაც, ფეხით მოსწრებს, ყველას უქმნის პრობლემას. ჯერ ერთი ესე იგი მყიდველმაც არ უნდა იყიდოს. იმიტომ რომ დაბინძურებული ამ მანქანები მიდის, მოდის, მტვერი ეყრება ყველაფერს. და ანტისანიტარია არ უნდა იყოს გარევაჭრობა. მივმართავთ ხელმძღვანელობას. ხომ შეიძლება გაატარონ რაღაცა ღონისძიება, რომ ქუჩაში არ დადგეს არავინ და შემოვიდეს სადაც არის სავაჭრო ცენტრი, ივაჭროს იქ ყველა. გარემოვაჭრეები ბევრგან არიან, მათ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პარფიუმერია პირდაპირ ტროტუარზე აქვთ გაშლილი, რის გამოც იზღუდება საზოგადოებრივი სივრცე. სკვერები და ქუჩები კი ერთ დიდ სავაჭრო დახლადაა აქცეული. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ აქ ვაჭრობას უკრძალავენ, თუმცა მაინც რჩებიან. პენსიის კრედიტი გამოტანილი მაქვს უკვე 18 თვიანი. სახსარი არ მაქვს არაფერი რომ ვარჩინო მე ისინი. სოციალური მქონდა. მომიხსნე. არაფერს არ ვაჭრობ აქ, დამიკვირდი რამდენს ვივაჭრებ. ვიშლიან ამ მილიცია. აჭირებული ვარ ვიყი, აქ ვიჯდები, წამლის ფულს ავშოულობ აქედან. მეც კი არაფერს, რომ წამალი ვიყიდო და დაალენო ადამიანს და მორჩეს. სადაც არის ბაზრობას მე გადასახადია იმ ხელა რომ იმათი გადახლას ვერ აუყვები მე და რაზე რომ შევიდე იქა. თავს ბოლოში მე გადამაგდონი, რა მინდა რომ გადავიდე. დადგენილებაში, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2014 წლის 29 დეკემბერს მიიღო, წერია, რომ გარევაჭრობის რეგულირების მიზანს წარმოადგენს ქალაქის იერსახის დაცვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მოსახლეობის ინტერესების დაცვა. არა მახინჯებს, როგორ ვატყობთ? ხო მახინჯდება. კონდეს ყველას თავისი ადგილი და იქნება კარგად. მაგრამ რო უჭირს ამ ხალხს რა ქნან? გაჭირვება გვესმის, არ ვაბრალი, არაფერს არ ვაბრალი მთავრობას. კი ბატონო. ეს გარევაჭრობა მომაშოროს თავიდან, რომ სახელმწიფოში მე რო თანხა შემაქვს, იმას ხო არ შეაქვს ეს თანხა. ისინი მარტო თავიანთი ჯიბისთვის და მე წვალობ სახელმწიფოსთვის და იმის უნარი არ მაქვს, რომ მე ვიმუშაო, რომ სახელმწიფოში რამე შევიდანო. ამიტომ სახელმწიფო
სახელმწიფო მიზრუნოს თავის თავზეც და ჩემზეც. დადგენილებაში, რომელიც ჭიათურის ტერიტორიაზე გარევაჭრობის რეგულირების წესს ადგენს, მეხუთე მუხლი გარევაჭრობის კონტროლს ეხება. კონტროლი კი ევალება გამგეობის შესაბამის სამსახურებს მათი კომპეტენციის ფარგლებში. გარევაჭრობა ზოგადად ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს არა მარტო ჩვენს ქალაქში, არამედ მთლიანად ჩვენს საქართველოში და დღევანდელი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე ხშირად არის ფაქტები და მე არც დავმალავ ამას, რომ ადამიანებს გვიწერს ჩვენ თვალის დახუჭვა, რომ ვითვალისწინებთ ამ ადამიანების მდგომარეობას, მაგრამ არ შეიძლება ეს რომ ესე ქაოსურად ხდებოდეს ქალაქში და მაბადია და ქალაქის ესე რომ თქვა თამოყარებობიდან გამომდინარე ყველაფერი ვაქციოთ ეხლა და ტროტუარი და ყველა ადგილი სავაჭრო ობიექტება ჩვენ საკრებულოზე მიღებული გადაწყვეტილება რომ ალტერნატიული ადგილები შერჩეული ამ ადამიანებისთვის, სადაც უნდა განთავსდნენ და გარევაჭრობა განახორციელონ, მაგრამ რომ უყურებ მეც ამას ჩემი თვალით ხედავ, ფაქტიურად ეს არ სრულდება, რაც ზედამხედველობის სამსახურის და ასევე ადგილობრივი პოლიციის სამმართველოს პრეროგატივაა და უშუალოდ ამ ადამიანების ჩართულობით უნდა მოხდეს მოწესრიგება. ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით არაერთხელ მქონია საუბარი, შეხვედრა მქონდა თვითონ გარემოვაჭრეებთან, მაგრამ ჩვენ ამას უყურადღებოდ ნამდვილად ვეღარ დავტოვებთ, აუცილებლად უკვე გადავიყვანთ ამას მოწესრიგების რეჟიმში. ცოტა მტკივნეული იქნება, რა თქმა უნდა, ადამიანებისთვის, მაგრამ გავითვალისწინეთ ის მდგომარეობაც, რომ წინა საალბომო პერიოდია და რა თქმა უნდა ადამიანებს ყველას თავისი ოჯახის პრობლემები აქვს, ყველას თავისი საარსებო წყარო უნდა, მაგრამ ამას აუცილებლად მოვიყვანთ ჩვენ იმ რეჟიმში, როგორც უნდა იყოს და როგორც წესი და რიგი. ამიტომ ჩემი თხოვნაც იქნება თვითონ ამ გარემოვაჭრეებთან დაკავშირებით, რომ ამას ნუ მიიღებენ ცუდად. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი აცხადებს, გარევაჭრობის მოწესრიგება აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყება და ადგილობრივი ხელისუფლება პროცესის მკაცრად გაკონტროლებას აპირებს. სასმელი წყალი მტვრის სქელ ფენას ტალახის მასად აქცევს, რაც შემდეგ ისევ ქალაქის ქუჩებში რჩება. ბოლო რამდენიმე დღეა ქალაქის ქუჩებში სასმელი წყალი იღვრება. მილები ნინოშვილის ქუჩაზე სულ ცოტა სამგანაა დაზიანებული და შესაბამისად მთელ მაგისტრალზე დღისა და ღამის განმავლობაში წყალი მოედინება. წყალი მანგანუმის მტვრის სქელ ფენას შლამიან მასად აქცევს და ქუჩებში სავალალო ვითარება იქმნება. მდგომარეობა განსაკუთრებით მაშინ მწვავდება, როდესაც მზიანი ამინდია. მასის ნაწილი ტალახად იქცევა, ნაწილი კი ჰაერში იფანტება. მსგავსი ვითარება კიდევ არაერთ სხვა ქუჩაზეა შექმნილი, რაზეც ჭანტურიას ქუჩის დასაწყისში არსებული სურათიც მიუთითებს. პრობლემა ყველა შესაბამისი უწყებისთვის ცნობილია. ცნობილია გამომწვევი მიზეზებიც, თუმცა კითხვა, როდის მოგვარდება ვითარება, წლების განმავლობაში უპასუხოდ რჩება. ჩვენ გვაქვს აი ამ უბანში რევოლუციამდე 1907 წლის რევოლუციამდე ნიკოლოს დროს რო უძახით ამ დროს გაკეთებული ქსელია და წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში იქნება. ეს არის მიზეზი, ხანდაზმულობა და გაწვეთილია როგორც მორალურად ისე ფიზიკურად ქსელი. ეს არის მიზეზი ავარიების. სრულად არის ეს ერთ ადგილზე რომ იყოს მარტო ეს შეიძლება სრულად არის რეაბილიტაციო ქსელი. ამიტომ არის რომ ხან ერთგანი ჩვენს თავს, ხან მეორეგან ჩვენ ვაკეთებთ, მაგრამ სამწუხაროდ ეს დაზიანებები ხდება რა. საბოლოოდ აი სწორედ იმის გამო რომ ჭიათურაში ქსელი ასეთ მდგომარეობაში არის, ზუსტად აი ამის გამო იყო გადაწყვეტილება მიღებული თავრობის დონეზე მოხდა ეს ამბავი, რომ ჭიათურაში არის დაგეგმილი რეაბილიტაცია, სრული რეაბილიტაცია თელი ქსელის, სადღაც 8.600.000 ლარი არის გამოყოფილი ამ საქმისათვის და პროექტი ახლა გადის ევროსტანდარტებთან მისადაგებას, ეს არის ევროპის ფული, ევროპის საინვესტიციო ბანკმა ასესხა ჩვენ ქვეყანას ეს ფული და მე გვეშველება შემდეგ ჭიათურაში. როდის დაიწყება? მაგას მე ვერ გეტყვით ზუსტად, მაგრამ დაწყებით აუცილებლად დაიწყება, იმიტომ რომ პრობლემებს თქვენს მიჩერები ხართ, ეს პრობლემები უნდა მოგვარდეს და პრობლემის მოგვარების და გადაწყვეტის გზა არის სრული რეაბილიტაცია. კომპანია მუშაობს და ჭიათურაში მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელებასაც გეგმავს, აცხადებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ჭიათურის სერვის ცენტრის მენეჯერი. წყალსადენმა ჩაატარა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ფარული სამუშაოები, რომლებიც ვიზუალურად არ ჩანდა. რას გულისხმობ? ჭიათურაში გადის ბევრგან მაგისტრალური ქსელები გვირაბებში. იყო ძალიან სერიოზული ქცევები. აი სიცოცხლესთან საშიში სამუშაოებს შეასრულა ჩვენმა თანამშრომლებმა. ეს ქცევები აღმოფხარით, მაგრამ სამწუხაროდ იჩინა შემდეგ სხვა პრობლემა. სადაც ვიზუალურად ჩანს, აი
გამოჩნდა ეს ავარიები. და ასე რომ არავინ იფიქროს რომ წყალსადენში დაუშვათ ეს დაზიანება, მაგრამ პრიორიტეტი ხო არის აუცილებელი გასაკეთებელი. წარმოიდგინეთ, რეზერვუარ სისტემაზე გადავედით ჩვენ, გადავდივართ ეხლაც რეზერვუარებიდან ეწოდება დღეს მაგალითად ქალაქს წყალი და ჩვენ მივდივართ იქეთ რომ გვინდა რომ ხანგრძლივობა გავზარდოთ რა ამით და წარმოიდგინეთ რეზერვუარიდან გამოშვებული წყალი დაგექცევა. ეს ხო უნდა გააკეთო, აი ეს გავაკეთეთ პირველ რიგში გვირაბებში 2 ადგილზე იყო ძალიან სერიოზული ქცევა. და ამასაც გავაკეთებთ ეს მცირე ზომის ქცევებია, რომლებსაც ახლა ჩვენ რომელზედაც ჩვენ საუბრობთ ახლა და ასე რომ ამასაც გავაკეთებთ დროულად. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით კი წყალმომარაგების კომპანიის მუშაობაში ის ხარვეზებს ხედავს და შენიშვნებიც აქვს. არაორგანიზებული კომპანია, რომელიც შეიძლება ბრალდების კუთხითაც გაიგოს ვინმე ჩემი კომენტარი, მაგრამ იცი თქვენ რომ თათბირებზე არაერთხელ მქონია შენიშვნა კომპანიის მიმართ, არ შეიძლება რომ მუდმივად ერთ და იგივე ადგილზე ავარიები ხდებოდეს და აზღვეული არავინ არაფრისგან არ არის, მოსალოდნელი ყველაფერი არის, მაგრამ ეს მეტყველებს იმაზე რომ უხარისხოთ მუშაობენ და ვერ აკეთებენ ისე როგორც უნდა გაკეთდეს ეს. მეც ქალაქში დავდივარ ახლა უბრალოდ ამბოლო ძალიან ხშირი ავარიები და ძალიან ბევრია უკვე რაც რა თქმა უნდა მათი პრეროგატივაა. ეს მოსახლეობას აწუხებს, ჩვენთვისაც რა თქმა უნდა შემაწუხებელი ფაქტია, მაგრამ ძირითადად მათმა ჯგუფებმა უნდა განახორციელონ პირველ რიგში სამუშაოები. მე მათ არაერთხელ ვუთხარი რომ ამ საკითხის დაყენებას ადგილობრივ დონეზე და რეგიონის დონეზე რომ უგვირდები აზე არ აქვს და ვერ წყდება საკითხები და ვაპირებ რა თქმა უნდა უბრალოდ ზედა ინსტანციებში დავსვა ეს საკითხი. არ შეუწყო ხელი ამ ადამიანებს და რაც არის საჭირო ყველაფერი მისცენ რომ უზრუნველყო და ვალდებულებიც არიან, იმიტომ რომ ჯერ ჭიათურაში წყლის სისტემები იცით რა მდგომარეობაში გვაქვს ჩვენ და მოსახლეობა ისედაც გაწამებულია ამ კუთხით და შემდგომ კიდე რაღაცა ხელოვნური ბარიერების შექმნა ამისთვის აღარ არის საჭირო. იქ რაც ადამიანის რესურსზე და თვითონ კომპანიაზე არის დამოკიდებული, საუცებლად უნდა შეასრულოს და ეს ვალდებულება მათი. მოსახლეობა როგორც ვალდებულია თავის გადახდის კუთხით და გადახდების უნარიანობით, კომპანიაც ვალდებულია რომ ესეთი თუნდაც პრევენციის სახით გარკვეული ღონისძიებები გაატაროს, ან ავარიების შემთხვევაში დროულად იმოქმედონ და მიიღონ გადამჭრელი ზომები. რაც ხშირად ჩვენ უკმაყოფილების საგანი ხდება ჩვენსა და მოსახლეობას შორის და არანაირი რესურსი და ბერგეთი იმის არ აქვს ეხლა რომ დაუშვათ გაერთიანებული წყლის პასუხისმგებლობის ქვეშ განსახორციელებელი სამუშაოები მუნიციპალიტეტმა იმ თვითონზე განახორციელოს. ეს კანონის დარღვევაა და ამის უფლება ჩვენ არ აქვს. ამიტომ ხლიანად თავიდან ბოლომდე ვალდებულება რა თქმა უნდა ეკისრება ამ კომპანიას. ინფორმატორის სტუმარი დღეს ქეთი ბრეგვაძია არქიტექტურული სამშენებლო საქმიანობის რეგულირების და ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებში. მოგესალმებით ქეთი, მადლობთ რომ მობრძანდით სტუდიაში და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო კითხვებზე გვიპასუხებთ. პირველ რიგში მინდა გთხოვ თქვენ შესახებ რომ მოგვიყვეთ, გაგვაცნოთ საკუთარი თავი, როგორ მოხვდით ამ ვაკანსიაზე, რომელზეც უკვე დაინიშნეთ. მოგესალმებით პირველ რიგში და მადლობა მოწვევისთვის. გამოცხადდა კონკურსი კონკრეტულ ვაკანსიაზე, მივიღე მონაწილეობა ჯერ ტესტირების, შემდეგ გასაუბრების შედეგად და მესამე ეტაპი შერჩევა კანდიდატის გავიარე წარმატებით. ამ ვაკანსიამ რითმი იქცია თქვენი ყურადღება, რომ გითხრათ რამდენიმეს? დიახ, დავამთავრე სამაგისტრო პროგრამა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება, რადგან თვითონ ქალაქში არის ეკოლოგიური საკითხები გადასაწყვეტი, ამანაც განაპირობა ჩემი ფაკულტეტზე სწავლა და შემდეგ რა თქმა უნდა დაინტერესება იყო რომ კონკრეტულად აქ მემუშავა. წარმატებებს გისურვებთ. ძალიან საინტერესოა თქვენი შეფასება ეკოლოგიური მდგომარეობა ახსენეთ, თქვენ ამაზე ოდნავ მოგვიანებით მინდა გკითხოთ. ახლა კონკრეტულად მაინტერესებს რა შედის უშუალოდ თქვენს ფუნქციებში, ანუ კიდევ ერთხელ რა დავაკონკრეტოთ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებში ბრძანდებით უფროსი სპეციალისტი. პირველ რიგში წინადადებების შემუშავება, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობას მისცემს იმის საშუალებას გადაწყვიტოს კონკრეტული საკითხები გარემოს დაცვის მხრივ, რაც მოსაგვარებელია. შემდეგ, ანუ მე ვმუშაობ ზედამხედველობის განყოფილებაში და რადგან 2015 წლიდან ძალაში შევიდა კანონი ნარჩენების მართვის შესახებ, ზედამხედველობას ვუწევთ იმ
ფუნქციებს, რაც აკისრია ადგილობრივ თვითმმართველობას. სამორგანოს შორის ნაწილდება ეს უფლებები, ეს არის გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობები. ჩვენ ვხედავთ ხშირ შემთხვევაში დაბინძურება ხდება ქუჩებში. დიახ, ძირითადად რადგან პატრულირებას უფრო პატრული ახორციელებს ქალაქის შემოგარენში, უფრო მეტი უფლებები მათ აქვთ. თუმცა იგივე უფლებებით შეგვიძლია ჩვენც ვისარგებლოთ, მაგრამ ძირითადად შეგვიძლია სამშენებლო ნარჩენები, ანუ უკანონოდ განთავსებული, უკანონო ნაგავსაყრელები, თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელების, ანუ ამათზე ყურადღების გამახვილება. ანუ კონკრეტული ფაქტებთან თუ გქონდათ უკვე შეხება, მიუხედავად იმისა, რომ სულ ძალიან მცირე დროა, რაც ამ პოზიციაზე დაინიშნეთ, მაინც აინტერესოა რაიმე კონკრეტული. ზედამხედველობის მხრივ იყო ორი ასეთი შემთხვევა, ანუ კორპუსიდან გამოტანილი სარემონტო სამუშაოების შედეგად დარჩენილი ნარჩენი, რომელიც უკანონოდ იყო განთავსებული, ანუ საცხოვრებელ ეზოში. და რა სანქციები ამ დროს, ანუ პროცედურები როგორ ხორციელდება, მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა თუ დეტალურად ჩავშლით მაყურებლისთვის. კი ბატონო, ანუ შედგება აქტი სამართალდარღვევის შესახებ და გამოიწერება ჯარიმა, რომელსაც აქვს ანუ განსაზღვრულად თითოეული სახის ნარჩენზე კონკრეტული თანხა. ან მინიმუმი და მაქსიმუმი? მინიმუმი 50 ლარიდან იწყება 1000 ლარამდე. კერძო პირის შემთხვევაში, იურიდიული პირების შემთხვევაში უფრო მეტი თანხა. საინტერესოა თქვენ თვითონ როგორ აფასებთ გარემოს დაცვის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას ჭიათურაში? ეკოლოგიური პრობლემები ძალიან აქტუალურია ჩვენს ქალაქში. ძალიან აქტუალურია და ანუ თვითმმართველობას დაინტერესებულია ამ საკითხების მოგვარებით და ანუ ამ მიზნით შეიქმნა ეს შტატი, რომელზეც ახლა მე ვმუშაობ, ახალი შტატია, ერთი თვის დაწყებული მაქვს მუშაობა. ვერავულით გვერდს ამ საკითხებს დაბინძურებული წყალი, ძირითადად მდინარე, ნიადაგი და ანთროპოგენული ზემოქმედება ლანდშაფტზე. და როგორ შეიძლება ამ პრობლემების დაძლევა თუ არსებობს კონკრეტული ხედვა მუნიციპალიტეტში, ჩვენ საუბრობდით სამოქმედო გეგმაზე და ასე შემდეგ. დიახ, საერთოდ გარემოს დაცვა და ამ საკითხებზე მუშაობა რთული პროცესია და გრძელვადიან და მოკლევადიან მიზნებზეა დამოკიდებული, ამიტომ როცა გვინდა რომ მომავალში დაგვხდეს კონკრეტული შედეგი, უნდა დავიწყოთ სრულად დღეს. ამისთვის ანუ მუშავდება ახლა სამოქმედო გეგმა, რომელიც საშუალებას მოგცემს გარემოს დაცვითი კანონმდებლობის აღსრულების. როგორ გესახებათ თქვენი როლი, თქვენი თავი ამ სფეროში, ანუ რის მიღწევას ცდილობთ, ან თქვენი ძალებით რა შეიძლება რომ შეიცვალოს? კანონში ხარვეზები კანონში არ გვხდება ხარვეზები. ხარვეზი არის როგორ მივიდეთ იმ პუნქტის შესრულებამდე, რაც კანონში წერია და სწორედ ამას მოიცავს სამოქმედო გეგმაც და სხვადასხვა სახის რეკომენდაციები, რომელსაც ჩვენ შევადგენთ და შემდეგ ამ გეგმის მიხედვით ვიმოქმედებთ. და ერთი თქვენი სამუშაო დღე რომ ავიღოთ, ანუ გიწევთ, ანუ კაბინეტში ყოფნა თუ თქვენი სამუშაო არის გარეთ, დადიხართ, ათვალიერებთ რა ხდება ქუჩაში, ქალაქში, თუ როგორ არის? ზედამხედველობის მხრივ სამუშაო არის ფაქტიურად გარეთ, იმიტომ რომ კაბინეტიდან ვერ დაინახავ სამართალდარღვევას, ხოლო რაც შეეხება სამოქმედო გეგმას კანონებთან შესაბამისობას, ამის სამუშაო გვჭირდება ოთახში. თავისთავად ცხადია და ეს ყველაფერი არის გათვლილი იმ შედეგზე, რომ როგორ ფიქრობთ, აი როგორ ხართ განწყობილი, მივახცევთ იმას, რომ ქუჩაში არ დაიყაროს ნარჩენები და ასე შემდეგ, ანუ ვიყოთ სუფთა ჯანსაღ გარემოში. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების როლი, იმიტომ რომ არ გამოვა არაფრის გაკეთება, თუ არ არის ხალხისგან დაინტერესება. საერთოდ ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების როლი ამ პროცესში არის თანაბარი 50-50-ზე ხა. თუ არ ეშინია ჯარიმის, მაშინ დააგდებს და გადაიხდის იმ ჯარიმას, მაგრამ მთავარია ცნობიერება, როგორი აქვს ხალხს და არის თუ არა მზად ამისთვის.
წარმატებები მინდა გისურვოთ. ჩვენ ტელემაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ქეთი ბრეგვაძე იყო ინფორმატორის სტუმარი, არქიტექტურული, სამშენებლო საქმიანობის რეგულირების და ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებში. ინფორმატორში ახლა რეკლამის დროა, არ გადაართოთ, ეთერში სულ მოკლე ხანში დავბრუნდებით. ინფორმატორი კვლავ ეთერშია, განვაგრძობთ გამოშვებას. მასწავლებელთა შეფასების სისტემა პირველ რიგში პედაგოგებისთვის უნდა იყოს მისაღები და ისინი უნდა ჩაერთნენ ამ სისტემის შექმნაში. საბოლოო ჯამში ეს პროდუქტი შეიქმნება არაერთი ორგანიზაციის მიერ, არამედ პედაგოგების მიერ. განაცხადა მაია მიმინოშვილმა ჭიათურელ და საჩხერელ პედაგოგებთან შეხვედრისას. კახეთის, აჭარის, სამეგრელოს და გურიის შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იმერეთს ეწვია. მაია მიმინოშვილი ჭიათურისა და საჩხერის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა. მაია მიმინოშვილი პედაგოგებს მასწავლებელთა შეფასების სისტემის რეფორმაზე და კონკრეტულად საკლასო დაკვირვების ნაწილის მომზადების მომდევნო ეტაპზე ესაუბრა. მისი ინფორმაციით, პირველი ეტაპი ამ მხრივ სხვადასხვა ქვეყნებში არსებული გამოცდილების შესწავლას, გაანალიზებას და საჭიროებების გამოვლენას გულისხმობდა. მომდევნო ეტაპი კი პედაგოგებთან შეხვედრასა და საკლასო დაკვირვების ნაწილის განხილვაში ჩართვას გულისხმობს. შეხვედრის მთავარი მიზანი პედაგოგთა თანამონაწილეობით საკლასო დაკვირვების ნაწილის ძირითადი პრინციპებისა და შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაა. მთავრობამ მიიღო ახალი სქემა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი გახლავთ საკლასო დაკვირვება. ანუ შეფასება პედაგოგის პრაქტიკული საქმიანობის, რაც ერთის მხრივ ძალიან საპასუხისმგებლოა, ბუნებრივი ამა ძალიან კარგად ვაცნობიერებთ და მეორე და რთული ბუნებრივია და მეორეს მხრივ სრულიად მნიშვნელოვანი და აუცილებელი იმისათვის, რომ სრულყოფილი იყოს პედაგოგის პროფესიის შეფასების სისტემა. ახლა ვიწყებთ სწორედ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმას და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული პედაგოგი ჩაერთოს, თავად ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს აქტიურად სწორედ ამ სისტემის შემუშავების პროცესში. აქედან გამომდინარე დავგეგმეთ ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით პედაგოგებთან შეხვედრა. საკლასო დაკვირვების ფარგლებში გათვალისწინებულია მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე დაკვირვებისა და ანალიზის გზით პედაგოგიური უნარების შეფასება. გაკვეთილზე დაკვირვების ერთ-ერთი საშუალება ვიდეო დაკვირვებაა. შეიძლება პედაგოგმა თვითონ გადაიღოს, ჩაატაროს გაკვეთილი, ელექტრონულად ასახოს და იმის საშუალებით პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უკვე გამოცდების ცენტრიც შეაფასებს და კარგი იქნება თუ ეს თანხმედრაში მოვა შიგა დაკვირვებაზე, რომელსაც აკეთებს სკოლის დირექტორი თავის მოადგილესთან, კათედრის წევრთან და ფასილიტატორთან ერთად. ნაბიჯები როგორ უნდა გადაიდგას სქემის განხორციელების გზაზე? აი ზუსტად ამ საკითხებს ეხება დღევანდელი შეხვედრა. ეს ახალი სქემა, რომელიც სექტემბრიდან დაინერგება ჩვენ სკოლებში, იქნება რეფორმის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი. თუმცა აქვე დავცენ იმასაც, რომ როგორც ყველა ახალ წამოწყებას შეიძლება ამ სქემასაც დასაწყისში კონდეს ხარვეზები, რომლებიც ალბათ დროთა განმავლობაში გასწორდება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მიხედვით საკლასო დაკვირვების ნაწილს სერტიფიცირებული, ანუ უფროსი მასწავლებლების სტატუსის მქონე პედაგოგები გაივლიან. შევეცდებით მასწავლებლები ამ საპილოტო წელს გავიაროთ, კიდევ უკეთესად მომემზადოთ ამ მომავალი შეფასებისთვის. ვფიქრობ შემოთავაზებული მოდელი, რასაც გვთავაზობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ძალიან მისაღები და მნიშვნელოვანია მასწავლებლებისთვის ზოგადად. ეს მასწავლებელთა კარიერული ზრდის სქემა ჩვენ მასწავლებლებს გავაცანით უკვე პედსაბჭოც ჩატარდა ამასთან დაკავშირებით. ყველა სკოლაში არის გაცნობილი, მაგრამ მაინც როცა ცენტრის წარმომადგენლები ხვდებიან და პირდაპირ უშუალოდ გიხსნიან და გესაუბრებიან ამის შესახებ, ეს ჩვენთვისაც საინტერესო და ბევრი სიახლის მომცველი იყო თვით დირექტორებისთვის. ჭიათურისა და საჩხერის საჯარო სკოლის სერტიფიცირებულ პედაგოგებთან შეხვედრა ჭიათურის პირველ საჯარო სკოლაში შედგა. ნაწილი განვითარების სქემისა, პროფესიული განვითარების სქემისა ჯერ შემუშავების პროცესია, ეს ჯერჯერობით არ არსებობს, მასზე მუშაობს სწორედ გამოცდების ეროვნული ცენტრი და უშუალოდ მისი ხელმძღვანელობის შეხვედრა და კონსულტაციები მასწავლებლებთან საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტია. რა საკეთებს უკვე მასწავლებელი გამოცდის ჩაბარების შემდეგ ძველ სქემაში არავის აღარ აინტერესებდა ეს. მე კი
იგი ჩავაბარე გამოსცდა, მაგრამ რამდენად ვიყენებ მას, რაც გამოსცისთვის ვისწავლე, ესაა საინტერესო, იმიტომ რომ უშუალოდ ამასთან აქვთ მოსწავლეებს საქმე. სწორედ ესაა სიახლე ამ სქემაში და მე ვთვლი, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თქმა უნდა, ეს მასალებათა შეფასების კრიტერიუმების ცვლილებები, რომელიც ახლა წარმოდგენილი არის, ძალიან მნიშვნელოვანია, რამე თუ აქ არ არის მარტო საგნობრივ განათლებაზე საუბარი, შეიძლება ადამიანის საგნობრივად ძალიან განათლებულიც იყოს, ძალიან ჯერი იყოს, მაგრამ მისი პედაგოგიური უნარჩვევები არ აკმაყოფილებდეს და ყველაზე მნიშვნელობა მას აქვს, თუ პედაგოგი რამდენად და მისი უნარჩვევები რამდენად არის ანუ იმისათვის სიახლოვესთან რომ ბავშვის ფსიქოლოგიაზე იმუშაოს და შესაბამისად მის აღზრდაზე და მის განათლებაზე დადებითი შედეგი მოახდინოს. საკლასო დაკვირვების პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში 2016 წლიდან ამოქმედდება. გოგებაშვილის ქუჩის მობინადრეები დახმარებას ითხოვენ, მათი პრობლემები ნათია ხვედელიძემ და რამაზ მაჭავარიანმა მოისმინეს. განცხადებაში, რომელსაც ხელს ჭიათურაში გოგებაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მობინადრეები აწერენ, ვკითხულობთ, რომ აღნიშნული დასახლება ქალაქის ცენტრიდან მოშორებულია. დასახლებაში არ არის მაღაზია, ხოლო ძველი მაღაზიის შენობა ანტისანიტარიის ბუდედაა აქცეული. განცხადების ხელმომწერები დახმარებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან ელიან. ანტისანიტარია არის ძალიან სიბინძურე, რაც მოსახლეობას უქმნის ცუდ პირობებს. აი რა მდგომარეობა არის ანტისანიტარია, მაგრამ კონკრეტულად რო დავაკონკრეტოთ რა მდგომარეობა არის ტუალეტად ქცეული. მოსახლეობა ფანჯრებს ვერ ვაღებთ. მიტოვებული მაღაზიის შენობით დაინტერესებული პირიც ჩანს, რომელსაც სურს აღნიშნული ფართი მისთვის ხელსაყრელ ფასში შეისყიდოს. ამ შემთხვევაში გოგებაშვილის ქუჩის მობინადრეებისა და კერძო პირის ინტერესები თანხვედრაშია. მოქალაქეებს ანტისანიტარიის ბუდედ ქცეული შენობის მოწესრიგება სურთ, დაინტერესებულ მხარეს კი აქ მაღაზიის გახსნის მოტივით შენობის დაბალ ფასად შეძენა. ვიყავი ერთჯერ, ორჯერ, სამჯერ წელწადი ვიარე თბილისის სამინისტროში და ვერაფერი პასუხი ვერ მივიდა. მე ადგე და გამოიტანეს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო გასაყიდად რა გეროსტრადიეთ. იმის შემდეგ მე აღარ ვიკითხებულა და მე რაღაც ხელში ამხელა აღარ მქონდა რომ მე მეყიდა ის და ალბათ რაღაცა წელის შედეგად მოხდა რომ დამიძახეს რომ მოდიო პეტრო რაღაცა თუ გაინტერესებს პირობებს შევქმნით ისე რომ იქნებ გააკეთო მაღაზიაო და ნუ ვიყავ ახლა ამ შემდეგ დავწერეთ ჩვენ განცხადება და შევიტანთ აწი რა იქნება ღმერთმა იცის. გოგებაშვილის ქუჩის მობინადრეები ხელისუფლებისგან მეტ ყურადღებას ელიან. გვინდა რომ აი მაღაზიაც იყოს ძალიან დიდი არის ნაგუთი, აი ზედა ნაგუთი მაინც თუ გაიხსნას მაღაზია, აი ხალხმა არ ირბინოს ქალაქში და ქვედა ნაგუთში. და მიაქციოს ამ ფასად ნახე ახლა ჩამონგრევაზი არის საქაურობა და არ ვიცი. ძალიან კარგს იზამენ თუ დაგვეხმარებიან და გააკეთებენ. მაღაზიისთვის 1 კილო შაქრისთვის, 1 პურისთვის რატომ უნდა წავიდეთ ქვემოთ, როცა ამდენი ხალხი ცხოვრობს და საკმაოდ დიდი დასახლებაა ეს ზედანაგუთი და კი იყო შემთხვევები, რომ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ ადრე აქაურობას და ახლა შენიჭირმე კაციშვილი არ გვიგდებს ყურს და ასე უყურადღებო გერები ვითვართ ჭიათურის ტერიტორიაზე ზედანაგუთის ხალხი. ჩვენი მაღაზია იყო და არაფერი არ ვიცი. ახლა ხსნის ერთი კაცი იქიდან და ის ვიცი უნდა გავხსნო, მეტი არაფერი არ ვიცი. აქ რა ადგილობრივ მუნიციპალიტეტში გავარკვიეთ, რომ ქონება ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და მას ქონების მართვის სააგენტო განკარგავს. კითხვაზე ვინ უნდა დაიცვას ტერიტორია ანტისანიტარიისგან განგვიმარტეს. არის ისეთი ადგილები, რომ თვითონ ეს ანტისანიტარია მოსახლეობიდანაც შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგრამ იქ რო რაიმე მოიმოქმედო, არა, შეიძლება ერთჯერადად დაასუფთავო, მაგრამ თუ მას კარები არ ქონდა, ფანჯრები არ ქონდა, ამ შემთხვევაში იგივე განმეორდება. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი მზადაა კონსულტაცია გაუწიოს და საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს კიდეც დაინტერესებულ მხარეებს. ნებისმიერ დონეზე დათავართ რომ გაუწიოთ კონსულტაცია, თუ სად უნდა მიაკითხონ, რა ფორმით უნდა მოხდეს საკითხის დაყენება და მე რა თქმა უნდა იმედი მაქვს, რომ თვითონ თუ კი ვინმე შეისყიდის, ან უბანი შეისყიდის და მათ ობიექტი გაიხსნება, მუნიციპალიტეტის გამგებელი, როდესაც მას თანხმობას
თხოვს სააგენტო, ქონების მართვის სააგენტო, დარწმუნებული ვარ, რომ თანხმობას მიცემს, თავარია მოხდეს პრივატიზება და აღარ იყოს ანტისანიტარია. მაგ შეუძლია მოსახლეობამ ეს საკითხი დააყენოს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კორპუსი, რომელშიც მაღაზია იყო განთავსებული, სხვა კორპუსების მსგავსად 1991 წლის მიწისძვრამ დააზიანა. გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილი მაღაზიის შენობა 1999 წლიდან აღარ ფუნქციონირებს. 2 აპრილს მსოფლიო აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ თემაზე რეპორტაჟი საჩხერის პირველი საჯარო სკოლიდან ნათია ხვედელიძემ და ვლადიმერ ჯაოშვილმა მოგვიმზადეს. ჩვენ ერთად დავძლებთ ამ დევიზით აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის პირველ საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ჩვენს გარშემოც არიან ბავშვები აუტიზმით და სინდრომით, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენთვის მოსწავლეებისთვის, მათი მშობლებისთვის ინფორმაციის მიწოდება, აუხსნათ რა პრობლემის წინაშე დგანან აუტიზმით დაავადებული ბავშვები, რომ უფრო მეტად შევძლოთ მათი დახმარება. მათ გვერდში დგომა ჭირდება და არა საზოგადოებისგან გარიყვა. ამიტომ მიზანი ეს არის ჩვენი, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ბავშვებს და ზოგადად ჩვენი დევიზია ჩვენ ერთად დავძლებთ. ღონისძიების ორგანიზატორი საჩხერის პირველი საჯარო სკოლის მესამე კლასის პედაგოგი და სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლები იყვნენ. როდესაც პატარებს ვესაუბრე ამ თემაზე და ავუხსენი რას ნიშნავდა ეს დაავადება, თვითონ გამოთქვეს სურვილი, რომ მიგვეღო მონაწილეობა ამ დღესთან დაკავშირებულ აქციაში. მოვამზადეთ პატარა ნომერი და ბავშვები დიდი ინტერესით ჩაერთნენ ამ ღონისძიებაში. რა თქმა უნდა, აუცილებელია ბავშვების ცნობიერების ამაღლება, იმიტომ რომ ასეთი დაავადებული ბავშვები აუცილებლად უნდა იყვნენ სოციუმში გაერთიანებული, აუცილებლად უნდა კონდეთ თავიანთ თანატოლებთან ურთიერთობა და ამ თანატოლებსაც უნდა შეეძლოთ მათთან ურთიერთობა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა. აუტიზმი განვითარების შეფერხებაა, ის მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებათა ჯგუფს. ჩემი აზრით ძალიან ხშირად უნდა ტარდებოდეს ესეთი ღონისძიებები, რომ ყველას დავანახოთ, რომ თანასწორობა არის. საჩხერის პირველი სკოლის თვითმმართველობამ და მესამე მეოთხე კლასის ბავშვებმა გადაწყვეტ მოგვეწყო სიმბოლური აქცია დღევანდელ დღესთან დაკავშირებით და გავმართეთ ფლეშმობი, რომელიც იყო აუტიზმზე მიძღვნილი. ამავდროულად იყო ინფორმაციაც რა არის აუტიზმი და მივიღეთ სასულიერო შედეგი, რადგანაც გავაცანით ბავშვებს თუ რა არის აუტიზმი, რომ არ არის ეს ყველაფერი საშიში, არიან თანატოლები, ჩვენი თანატოლები, რომლებიც არიან ამ დაავადებით დაავადებული, მაგრამ მათ ჩვენი თანადგომა ჭირდებათ და არ უნდა ვიყოთ მათგანი ცუდად განწყობილნი, რადგან წინც ჩვენნაირი სრულფასოვანი მოქალაქეები არიან. აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საჩხერის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფლეშმობით დაახურეს. რეჟისორმა კახა გოგიძემ არჩევანი მიხეილ ჯავახიშვილის მუსუსზე შეაჩერა. მორიგი წარმატებული პრემიერა და ანშლაგი ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრში. მიხადაბრუნებულა ქალაქიდან აიწნებს ეხლა თავრობა. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა ერთგულ მაყურებელს პრემიერა შესთავაზა. მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის მუსუსის მიხედვით სპექტაკლი წარმატებულმა მსახიობმა და რეჟისორმა კახა გოგიძემ დადგა. ცოტა ახალი ხერხით გაკეთდა ეს სპექტაკლი, მსახიობები თავისთავად ცხადია, რომ ახალი ორგანიზმი შემოდის. ახალი სხეული შემოდის ორგანიზმში, ცოტა რაღაც შიშით უყურებენ, მაგრამ მენდნენ. ბოლომდე მომყვნენ და მადლობა მინდა გადაუხადო მსახიობებს ყველას ასეთი დიდი ნდობისთვის. ქალბატონ ნანას, ბატონ მამუკას, არ ვიცი, ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან კმაყოფილი და გაოცებული სასიამოვნოთ. იმიტომ რომ არ ველოდებოდი მე თვითონ ესეთ შედეგს მსახიობების მხრიდან და საერთოდ თეატრიდან. თავდაუზოგავმა შრომამ რეჟისორისა და დასის ტანდემმა შედეგი არ დააყოვნა. მაყურებლის ღიმილი, ბევრი ოვაცია და ტაში ეს იყო სპექტაკლისაგან გამოწვეული ემოცია. მადლობა ჭიათურის თეატრს, ჭიათურის დას. არ ვიცი, სიტყვები არ ყოფს, იმდენად კმაყოფილი ვარ ამ ყველაფრით. არაჩვეულებრივი სპექტაკლი იყო, ძალიან მოგვეწონა და რა ვიცი, ულოცავ ყველა ჭიათურელს ამ წარმატებას. წინვალე ნაწარმოები, წინვალე დადგმა. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისათვის.
რეჟისორმა მე-20 საუკუნის კლასიკა 21 საუკუნეს მოარგო და არ დაუკარგავს კლასიკოსი მწერლის სტილი. სპექტაკლი კარგად აღწერს გასული საუკუნის ქართულ სინამდვილეს და ადამიანთა ხასიათს. სათქმელი ამ შემთხვევაში ჩემთან იყო ის რომ საზოგადოებრივი არასწორი აზრი და ეს რაღაც ჩაკეტილი კაბალური ტრადიციები რაღაც სიყვარულს უშლის ხელს, ხო, პრინციპში აქ ეს არის. და ზუსტად აი ამ ტრადიციების გამოყენებით მიხამ ამ არასწორ ტრადიციას შეიძლება იყოს გაგებული ეს არასწორ მიდგომას ამიარაღით გაუსწორდა და თავისი სიყვარული დაიბრუნა კი არა, ნუ პრინციპში თავისი სიყვარულს გაამარჯვებინა. მხოლოდ ეს იყო ჩემი სათქმელი და იქ უკვე ნელ-ნელა პარალელური სათქმელები იყო. ჩემი უმთავრესი სათქმელი ის არის რომ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ თეატრს, ჭიათურის მაყურებელს და არის ძალიან მიყვარხართ. და ჭიათურა ჩემი ქალაქი გახდა ამიერიდან. პატარა მარგალიტებით არის. საერთოდ კაკილა ხო? დღეს ერთი მარგალიტი ვნახეთ. ვნახეთ და გახარებული ვარ, რომ იმერეთში ესეთი ლამაზი სპექტაკლი გამოცხვა. სოფელში დაბრუნებული მიხა შეიტყობს, რომ მის შეყვარებულს ფეფელოს დიდარ საქმროზე გათხოვებას უპირებენ. ფეფელოს მამა მათი დაოჯახების წინააღმდეგია. შეყვარებულები გაპარვას გადაწყვეტენ. მათ ამაში მიხას მეგობრები ეხმარებიან. მიხა და ფეფელო შორს წასვლას ვერ შეძლებენ. ბევრებს რომ თავი დააღწიონ, იქვე თავლაში დაიმალებიან და სოფლელების თვალწინ ფეფელო მიხას სოლი გახდება. ყოველთვის სიყვარული გაიმარჯვებს ბოროტებაზე და სიძულვილზე. ძალიან ემოციურია, ნამდვილია. აი გგონია თავი იმ სცენაში, რომელსაც იმ ფოტოს წარმოგიდგენენ მსახიობები. არ არსებობს აქ მოხვიდი ადამიანი და შემდეგ უკმაყოფილება წახვიდე. აღფრთოვანებას ვერ მალავ, შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი სპექტაკლი იყო ამ უმდიდრესი, თავისი რეპერტუარით უმდიდრესი თეატრის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლი. არაჩვეულებრივი სცენოგრაფია, მსახიობების არაჩვეულებრივი თამაში, განათება, ყველაფერი ერთად ასეთი აი ემოციებით აფეთქებული დარბაზი მე მაგალითად დიდი ხანია ჭიათურის თეატრში კი არა, სხვა თეატრებშიც არ მინახავს. ძალიან დიდი მადლობა. მსახიობდა ოსტატურად შესრულებული როლებით და რეჟისორის ახლებური ხედვით მოხიბლული მაყურებლის სტაჟი დიდხანს არ ცხრებოდა. ეს სპექტაკლი ძალიან ბევრ თეატრშია განხორციელებული. აი ასეთი შეკრული სპექტაკლი, აი ეს ერთ-ერთმანეთზე საუკეთესო სახეები, აი საოცრად ცოცხალი ენერგია რომ მოდის, აი ყველაფერი იყო რაღაცა არაჩვეულებრივი. დიდი მადლობა ჭიათურის თეატრის. ახალმა რეჟისორებმა ახალი სიო შემატეს ჩვენ თეატრს. მიხეილ ჯავახიშვილის მეორე ნაწარმოები დადგეს და გაასცენიურეს, წარმოადგენეს წყინვალე წარმოდგენა იყო, ძალიან კმაყოფილი ვარ, მადლიერი ვარ დას მიულოცავ წარმატებას. მე მგონი ეს სპექტაკლით ნებისმიერ სცენას დაამშვენებდა ჩვენი მსახიობების ნათამაშები. ვისაც ვინ უყვარს, იმას უნდა გახვდეს. სპექტაკლში ჭიათურის თეატრალური დასის თითქმის მთელი შემადგენლობაა დაკავებული. პირველ რიგში მე და კახას რეჟისორს უგრმესი მადლობა უთხრა. ერთ-ერთი პიროვნებაც კარგი ადამიანია, რეჟისორიც კარგი ადამიანია, მსახიობი უყვარს, რაც მთავარია, მსახიობის ტკივილი და სიხარული ცხოვრობს და ცოცხლო სპექტაკლის გამოვიდა. მადლობა უფარს, რომ რეაქციები აბსოლუტურად ზუსტი და სწორი იყო. სპექტაკლიც კარგად წავიდა, მაყურებელმა მიიღო და მე მინდა სულ ყველა თითოეულ მაყურებელს უგრმესი მადლობა მინდა უთხრა ჯავახიშვილის და რეჟისორის ასეთი ინტერპრეტაციის აღქმისათვის. შევეხეთ კლასიკას და ბატონი კახა რეჟისორი შეეხო ძალიან თავისებურად. ამიტომ ორმაგაც საინტერესო იყო მუშაობა. რაც შეეხება როგორი გამოვიდა, მე ვფიქრობ, რომ მაყურებლის ოვაციით ყველაფერი ნათქვამია და მე ვფიქრობ, რომ კარგად მიიღო მაყურებელმა. თეატრი ჩვენი ცხოვრების მთავარი სიმდიდრეა, რითაც ჩვენმა შვილებმა უნდა ისაზრდონ, აღნიშნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და საზოგადოებას სპექტაკლებზე დასრებისკენ მოუწოდა. დიდი მადლობა არაჩვეულებრივი დღისათვის დამდგმელ რეჟისორ თითოეულ მონაწილეს. მართლაც რომ ესეთ ლამაზ საღამო აჩუქეთ ჩვენს ქალაქს. ეს არის ჩვენი ცხოვრების მთავარი სიმდიდრე, რაზედაც ჩვენ ცხოვრებას თითოეული ჩვენთაგანი და ჩვენი შვილების და მომავალმა თაობამ უნდა ისაზრდოს და ასე ამ
ფესვებით უნდა გაიზარდოთ. მართლაც აქტუალურებული დარჩით დღევანდელი დღით და ულოცავ ყველას დღევანდელ დღეს და ყველა ადამიანს ვთხოვ და ყველა ჩვენს თანაქალაქელს, ჩვენს ჭიათურელს, რომ აუცილებლად დღეს ჭიათურის თეატრ ჭირდება მაყურებლის გვერდში დგომა. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრს წელს 120 წელი შეუსრულდა და პრემიერაც მის ფარგლებში გაიმართა. პრემიერა ყოველთვის დღესასწაულია თეატრში და დღესასწაული შედგა ჭიათურის სახელმწიფო თეატრში. ეს იყო ძალიან საინტერესო სპექტაკლი, მე ვფიქრობ, რომელიც განხორციელდა. ჯერ როდესაც კლასიკა იდგმება, ყოველთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს თეატრს და მიხეილ ჯავახიშვილის ამ ძალიან ცნობილი ნაწარმოების კიდევ ერთხელ გაცოცხლება ჭიათურის თეატრის სცენაზე, მე მგონი იყო გამორჩეულად მნიშვნელოვანი ფაქტი და მოვლენა. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მაყურებელმა მოიწონა. მე ვფიქრობ, ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპექტაკლი გახდება ამ სეზონშიც და ალბათ მომავალ სეზონებში და ეს არის საიუბილეო სეზონის პირველი პრემიერა, 120 სეზონის პირველი პრემიერა. და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი, ყველა ძალისხმევა მიმართულია იქეთ, რომ რაც შეიძლება უკეთესი და უკეთესი სპექტაკლები შევთავაზოთ მაყურებელს. ჩვენმა არჩევანმა, რომ რატომ კახას გოგიძეს დაედგა სპექტაკლი ჭიათურის თეატრში, გაამართლა. შესანიშნავი კომედია მივიღეთ და მინდა მადლობა გადაუხადო მსახიობებს იმ ენერგიისთვის, იმ მუშაობისთვის, იმ პროცესისთვის, იმ დახარჯვისთვის, რაც სცენაზე დადეს თითოეულმა მათგანმა ყველაფერი რაც შეეძლოთ. დადეს სცენაზე და მინდა მადლობა გადაუხადო რეჟისორს იმისთვის, რომ ესე ბოლომდე დაიხარჯა და ეს შესანიშნავად ითამაშა მისთვის, იმუშავა მისთვის უცხო დასთან. სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა ყველაზე ბოლოს დარბაზი კახა გოგიძემ დატოვა. ემოციებით სავსე რეჟისორი სცენას დიდხანს გახურებდა და შესაძლოა მომავალი სპექტაკლის მონახაზეც ფიქრობდა. საჩხერემ კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას უმასპინძლა არის თუ არა სიყვარული საჩხერეშიც ვერტიკალური ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. შეხვედრა წარსულთან, აწმყოსთან და მომავალთან ამ პროექტის ფარგლებში საჩხერის კინოთეატრმა ქართველ რეჟისორს ელდარ შენგელაიას უმასპინძლა საღამოს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო. ისეთი თბილი საღამო იყო, ისეთი კეთილი. მე მგონი ნამეტანი თქვენს ჩემს შესახებ. მე არა ვარ გენიალური რეჟისორი, მე ვარ ნორმალური რეჟისორი. არ გენიალური რეჟისორები, ფელინი, ბერგმანი და სხვანი. მაგრამ მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს რაც აჩვენეს, მე მგონი მაყურებელს ეს მოეწონა. ამიტომ ეს საღამო იყო ძალიან კეთილი, სავსე სიყვარული და მე ძალიან მოხარული ვარ. ამდენი წლის მერე მე მოვხდი დიდი აკაკის მოხდენაში. ეს შეგვიძლია იყოს დიდი საჩუქარი. მე უცნობ საჩხერებს ყველა კარგს, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიკეთეს, გაფუჭდეს და ყოველთვის მზად ვარ ვერ ვსახურო საჩხერებს, როდესაც მე დამიზახება. საღამოს რეჟისორთან ერთად მისი მეუღლე ნელი შენგელაია, მსახიობები იმედა კახიანი, ნანული სარაჯიშვილი, მარი ჯანაშია, პროდიუსერი ზურაბ მაღალაშვილი და რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე სტუმრობდნენ. წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა, კადრები ელდარ შენგელაიას სხვადასხვა ფილმებიდან. დღევანდელ დღეს მე ვიცოდი რომ როგორ მიიღებდნენ ელდარს. ელდარი დიდი რეჟისორია ძალიან. დიდი ქართველი რეჟისორია, რომელსაც სოფლიო აღიარება აქვს და ძალიან უყვართ როგორც ჩვენში, ასევე უცხოეთში და ვიცოდი რომ აქ დიდი სიყვარული დახვდებოდა. მე მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა უთხრა იმერეთს, რომ ასეთი ლამაზი, ასეთი არაჩვეულებრივი, ასეთი კარგია. დავათვალიერე დღეს აკაკი წერეთლის მუზეუმშიც ვიყავით და ეს ულამაზესი არაჩვეულებრივი მხარე და წასვლა აღარ მინდა, მეთქე უნდა დავჩემეთ, აქა და დარჩიო მითხრე შემომთავაზეს. ღონისძიების პირველ ნაწილში მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება სიყვარული ვერტიკალურია, რომელშიც გადმოცემული იყო კინორეჟისორის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი კადრები. მაყურებელმა კიდევ ერთხელ იხილა ფრაგმენტები ელდარ შენგელაიას ფილმებიდან შერეკილები, სამანიშვილის დედინაცვალი, არაჩვეულებრივი გამოფენა, ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი და ფრაგმენტები სხვა ფილმებიდან.
ღონისძიება შედგა, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს მხარდაჭერით. ახალგაზრდული ღონისძიების პროგრამაში გათვლილი იყო ეს შეხვედრა, მეორე არის რიგით, პირველ შემთხვევაში ბატონი რეზო ჩხეიძე ყავდა სწორედ ამ პროექტით. ძალიან ლამაზი, ძალიან კარგი შეხვედრა იყო და მე მივესალმები ესეთ შეხვედრებს, ჩვენ უკვე ამის წინ მქონდა ანალოგიური შეხვედრა და დღეს კიდევ გამეორდა მაშინ ბატონ რეზო პროექტსანგელეისა და ეს არის მისასალმებელი, კარგია ჩვენი ახალგაზრდობისთვის, კარგია რაიონისთვის და ძალიან მოხარული ვარ დღევანდელი დღით. ღონისძიების მეორე ნაწილი დიალოგს დაეთმო დარბაზში მყოფი ერთ-ერთი მოსწავლის მიერ დასმულ კითხვაზე, ფიქრობს თუ არა რეჟისორი აკაკი წერეთლის რომელიმე ნაწარმოებზე ფილმის გადაღებას, რეჟისორმა უპასუხა, რომ იდეა მოეწონა. საღამოზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად იმერეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე იმყოფებოდა. ძალიან კარგი საღამო არის ხოთაშორის საჩხერის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებით გამოირჩევა კულტურული ღონისძიებებით. უკვე მე რამდენად მიწევს აქ ჩამოსვლა და ყოველთვის რავი ძალიან დიდი შთაბეჭდილებით, ძალიან მაყოფილი და ისე აღსებული გზნობებით მივდივარ. საჩხერისთვის და საჩხერლებისთვის ეს იყო ერთი კარგი ლამაზი საღამო, რომელიც ჩვენ გვაჩუქეს, რომელიც ვაჩუქეთ მაყურებელს. დიდი მადლობა მინდა გადავხადო გენიალურ რეჟისორს ბატონ ელდარ შენგელაიას, რომელიც თავის პატარა გუნდთან, მცირე გუნდთან ერთად ეწვია საჩხერის რაიონს, მიესალმა საჩხერის მოსახლეობას, საზოგადოებას და ფაქტობრივად ეს იყო ერთი ლამაზი შეხვედრა. კულტურის სამსახურმა რეჟისორ საჩუქრად გადასცა მხატვარ ბესიკ კუსიანის ნახატი წარწერით „სიყვარული საჩხერეშიც ვერტიკალურია“. სტუმრება ტრადიციულად საგანგებოდ მოწყობილ სტენდზე ავტოგრაფები დატოვეს. ელდარ შენგელაია მეორე რეჟისორია, რომელიც პროექტის ფარგლებში საჩხერის კინოთეატრს სტუმრობდა. ასეთი იყო ინფორმატორი კვირის ბოლოს. სტუდიაში თქვენთვის ინგა ჯაჯაინძე მუშაობდა, მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.